დეპუტატი, იმ ერთი მუჭა ხალხისაც კი, ვინც იქით დარჩება. მე რომ შევალ პარლამენტში, ყველას პრობლემა უნდა იყოს ჩემი პრობლემა და თქვენ ყველა ჩემიანები ხართ, მე არ ვყოფ საზოგადოებას ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს არ არის ქართული ოცნების ლოგიკა და მიდგომა. რა თქმა უნდა, მე ყველა ოჯახს და განსაკუთრებით იმ ბავშვებს, ვინც პირველად წავიდა სკოლაში, მინდა ეს დღე მიულოცო. მაგრამ ამავე დროს ამ დღეს ახლავს ძალიან ბევრი სიძნელე. ძალიან ბევრი ტკივილი, როდესაც საკუთარ შვილისთვის ვერ ყიდულობ წიგნებს. და ჩვენ გპირდებით, რომ ეს არის ბოლო წელი, როდესაც წიგნები ღირს ასე ძვირი, როდესაც ბავშვებს უხარიათ სკოლაში წასვლა, მაგრამ მშობლის სახეზე ატყობენ ტკივილს და დარდს. ჩვენ მოვდივართ სიყვარულით, ჩვენ მოვდივართ საქმით, ჩვენ მოვდივართ პროფესიონალიზმით. ჩვენ მოვდივართ სიმართლით, რაც ყველაზე მთავარია და სამართლის დამკვიდრებით ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. არ მოვდივართ სიძულვილით, არ მოვდივართ აი იმ ღვარძლით და ბოღმით, რითაც ეს ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში და ამაშია ჩვენი ყველაზე დიდი ძალა, მე დარწმუნებული ვარ. თბილისელებო, რა ვიცი, ვინც კიდე ჩამოსული აქ არის რაიონელები, მე დარწმუნებული ვარ, იქნება, იმიტომ რომ როგორც ერთ, ისევე მეორე რაიონში ბევრი ჩვენი ჩამოსული დები და ძმები არიან. მე უბედნიერესი კაცი ვარ დღეს, ჩემს თიასთან ერთად, რომ მდგევარ აი აქ თქვენს წინაშე და მაქვს ის პატივი, რომ მოგმართოთ ორიად სიტყვით. კიდევ ერთხელ წმუნდები, რომ სწორი საქმისთვის ვაქვს ხელი მოკიდებული, ხალხო. ყველას მინდა მოგიწოდოთ, ხალხო. მე ვიცი, რომ თითოეული თქვენთან არის მოვა არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ ყველა თქვენს თავისუფალ არჩევანს გააკეთებთ, მაგრამ მეზობელი იქნება, მეგობარი იქნება, ნათესავი თუ ოჯახის წევრი, ყველას მოუწოდოთ და ხო იცით, რომ ეს რამდენად გადამდებია, რომ სულ ყველა მოვიდეს არჩევნებზე. გავავსოთ საარჩევნო უბნები რიგებით და დამიჯერეთ, ვერაფერი ამას ვერ გააყალბებს. ეს არის ყველაზე დიდი ძალა ჩვენთვის. ძალიან დიდებული წარმოდგენა მაქვს განსაკუთრებით თიაზე და ვიქტორ დოლიძეზე. მაგათი ისტორია ვიცი თავიდან ბოლომდე. ძალიან ვენდობი და ამავე დროს ვენდობი კოალიცია ქართულ ოცნებას. თია წულუკიანია ჩემი რაიონის მაჟორიტარი, რომლითაც ძალიან დიდი იმედი მაქვს. მეც და ჩემ დასახლებასაც საერთოდ. ბატონი ვიქტორ დოლიძე და მე, როგორც ნაძავადების და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები, ვდებით ჩვენს ამორჩეველს, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ მათ, რომ ჩვენ მათი ინტერესებისთვის, რომ ჩვენ პარლამენტში გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემები გაიჭრა და რომ 1 ოქტომბერს, როგორც არასდროს, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცოთ ჩემს ხმებს. ბატონო, ჯაჭვთან დაკავშირებით რა ვითხართ, შეიძლება როგორ მოგწონთ? მე ვიცი, რომ ჯაჭვიანი არის ნამდვილი ქართველი პატრიოტი ადამიანი, მე მას პირადად ვესაუბრებ დღეს მათ შორის და ის პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ნაციონალურ არხებზე, აბსოლუტურად საფუძველს მოკლდება.